არსებობს რაღაცები, რომლებიც პირველ შეხედვაზე ნაგავს გავს, მაგალითად ძველი ჩარჩოები, გაცვეთილი ქაღალდები, გატეხილი ბეჭდები, ან ნივთები, რომლებიც დიდი ხანია სახლში უწესრიგოდ ყრია. მაგრამ იცოდი, რომ ზოგჯერ რაღაცები, რომლებიც პირველ შეხედვაზე არაფრად გეჩვენება, თუ კარგად დააკვირდები, შეიძლება მილიონობით დოლარი ხილდეს. მაგრამ რა არის ეს ნივთები? ამას ახლა გავიგებთ. მაგრამ სანამ დავიწყებთ ახივას, გთხოვთ დაალაიქოთ და გამოიცაროთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან დიდი დახმარებაა. ასე რომ დავიწყოთ. ნომერი 15 $4 ქაღალდი. 1989 წელს პენსილვანიაში ერთმა კაცმა იყიდა ძველი ნახატი ძველი ნივთების ბაზრობაზე. ნახატი არ მოსწონდა, მხოლოდ ჩარჩო უნდოდა. მან მხოლოდ $4 გადაიხადა. მაგრამ როცა სახლში მივიდა და ნახატი ჩარჩოდან ამოიღო, ჩარჩოს უკანა მხარეს დამალული ქაღალდი იპოვა. ეს იყო ძველი, პაკეტსილი და აშკარად დიდი ხანია არავის გაუხსნია. როცა ექსპერტებს აჩვენა, მაშინ გაიგო სიმართლე. ეს ჩვეულებრივი ქაღალდი არ აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო დამოუკიდებლობის დეკლარაციის ძველი ასლი. დოკუმენტი, რომელიც ამერიკამ თავისი დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად გამოიყენა. ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან ეს იყო ერთ-ერთი პირველი ასლი, რომელიც 1776 წელს დაიბეჭდა, ამდენი წლის განმავლობაში, რომელიც გავიდა ძალიან ცოტა ესეთი ასლი გარჩა. ამიტომაც ქაღალდი, რომელიც ეგონა უბრალოდ ჩარჩოს უკან იყო დამალული, გახდა ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. 1991 წელს ის აუქციონზე გაიყიდა $2 მილიონ მეტი ფასად. 2000 წელს კი მისი ფასი $7 მილიონ გადააჭარბა. წარმოიდგინე ნახატი, რომელიც მხოლოდ ჩარჩოს გამოიყიდა, სინამდვილეში შეიცავდა ქაღალდს, რომლის ღირებულებაც მილიონებს აღწევდა. თუ ჩარჩო არ დაეშალა, შეიძლება ის ქაღალდი დღემდე ძველი ნახატის უკან დამალული ყოფილიყო. ნომერი 14. დაკარგული ოქროს კვერცხი. ამერიკაში ერთმა ჯარდის მოვაჭრემ პატარა ოქროს კვერცხი იყიდა ძველი ნივთების ბაზრობაზე. მისი საქმე იყო დაზიანებული სამკაულების, ძველი საათებისა და სხვა ლითონების ყიდვა, რომლებსაც შემოსავალი მოქონდა. ამიტომ როცა ოქროს კვერცხი დაინახა, მაშინვე იფიქრა, რომ შეიძლება მოგება ქონოდა თუ მას გადადლობდა. მან ეს კვერცხი $14,000 იყიდა. მაგრამ როცა ოქროს კვერცხის ღირებულება შემოწმებინა, გაიგო, რომ ფულის დაბრუნებას ვერ შეძლებდა და ზარალში იყო. ამიტომ პატარა კვერცხი სამზარეულოში გადადო. რამდენიმე წელი იქ ისე იდო, თითქოს არანაირი ღირებულება არ ქონდა. ერთ დღეს კი ინტერნეტში მოძებნა იმ სახელით, რომელიც კვერცხის შიგნით პატარა საათზე ეწერა, იქ ნახა სტატია დაკარგული ფაბერჯეს კვერცხის შესახებ. ფაბერჯეს კვერცხი ჩვეულებრივი დეკორაცია არ არის. ადრე ის რუსეთის სამეფო ოჯახისთვის მზადდებოდა. ის ძალიან ძვირფასია, იშვიათი და სავსეა ხელოვნებით. როცა ინტერნეტში ნანახის სურათი შეადარა თავის სამზარეულოში არსებულ კვერცხს, თითქმის ერთნაირი აღმოჩნდა. ამიტომ ექსპერტებთან მიიტანა. იქ დაადასტურეს, რომ ეს იყო დიდი ხნის დაკარგული მესამე იმპერიული ფაბერჯეს კვერცხი. ის 1887 წელს რუსეთის იმპერატორის ცოლისთვის დაამზადეს. რუსეთის რევოლუციის შემდეგ ის მრავალი წლის განმავლობაში დაკარგული იყო. ექსპერტები მას 90 წელზე მეტხანს ეძებდნენ. რაც სასაცილოა, ის არც სასახლეში და არც მუზეუმში არ უპოვიათ. ის ერთ კაცის სამზარეულოში აღმოაჩინეს. კაცები თითქმის აპირებდნენ მის გადადნობას, საბოლოოდ ის კერძო მყიდველს მიყიდეს. ზუსტი ფასი არ გამოუცვადებიათ, მაგრამ მისი ღირებულება დაახლოებით $33 მილიონ არის შეფასებული. რაღაც ნივთი, რომელიც ეგონა რომ წარუმატებლად იყიდა. ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენილ საგანძურად იქცა. ზოგჯერ იღბალი თავიდან იღბალს არ გავს. ზოგჯერ თავიდან ზარალად გეჩვენება, სანამ არ გაიგებ, რომ მილიონები გიჭირავს ხელში. ნომერი 13. სუპერმენის კომიქსი კედელში. 2013 წელს მინესოტაში ერთი კაცი ძველ სახლს არემონტებდა. როცა კედელს შლიდა, შიგნით ძველი კომიქსი იპოვა. ის არც კარადაში იყო და არც ყუთში დამალული. ის პირდაპირ კედლის შიგნით იყო. კომიქსი ძველი იყო და ფუცლები გაყვითლებული იყო, მაგრამ მაინც მთლიანად იყო შენახული. და რაც ყველაზე გასაოცარია, ეს ჩვეულებრივი კომიქსი არ აღმოჩნდა. ეს იყო Action Comics-ის პირველი ნომერი. ეს არის პირველი კომიქსი, სადაც სუპერმენი გამოჩნდა. 1938 წელს აქ დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერგმირის ისტორია მთელ მსოფლიოში. მაშინ ეს კომიქსი ძალიან იაფიღირდა, მხოლოდ 10 ცენტი. და რადგან მაშინ კომიქსებს ბავშვებისთვის განკუთვნილად მიიჩნევდნენ, ბევრი ეგზემპლარი დაზიანდა, გადაყარეს ან დაიკარგა. მაშინ არავის ეგონა, რომ ეს იაფი კომიქსი ოდესმე მილიონებად შეფასდებოდა. ამიტომ დღეს Action Comics-ის პირველი ნომერი უკიდურესად იშვიათია. მოხსენებების მიხედვით ცნობილია, რომ დარჩენილია 100-ზე ნაკლები ეგზემპლარი. ზოგიერთი მათგანი თუ კარგ მდგომარეობაშია, მილიონობით $-ად გაიყიდა. მაგრამ ის ეგზემპლარი, რომელიც კედელში იპოვეს, დაზიანებული იყო სახლის რემონტისას, ის დააზიანეს,
ამიტომაც ვერ მიაღწია ყველაზე მაღალ ფასს. მაგრამ მიუხედავად ამისა, აუქციონზე მაინც გაიყიდა $175,000. წარმოიდგინე კომიქსის წიგნი, რომელიც ადრე მხოლოდ 10 ცენტი ღირდა. თითქმის $175,000 გახდა მას შემდეგ, რაც კედელში იპოვეს. დღემდე უცნობია როგორ აღმოჩნდა იქ. შეიძლება ბავშვმა დამალა, შეიძლება სახლის აშელებისას ჩავარდა. ან იქნებ მაშინ გამოიყენეს ძველ ქაღალდებთან ერთად კედელში. მაგრამ რაც ნამდვილად ვიცით, ის 70 წელზე მეტი ჩუმად იყო დამალული. და როცა კედელი გახსნეს, გამოვიდა კომიქსების ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი. 12 ფუნტიანი ბრილიანტის ბეჭედი 1980-იან წლებში ლონდონში ერთმა ქალმა ავტოსაბარგულის ბაზრობაზე ბეჭედი იყიდა. ეს გავს ავტოფარეხის გაყიდვას, სადაც ხალხი ძველ ნივთებს ყიდის. ბეჭდის ფასი მხოლოდ 10 ფუნტი იყო. ხალხს ეგონა რომ ქვა ყალბი იყო. მას ეგონა რომ ეს უბრალოდ დიდი მინა იყო, ამიტომაც არ შეუნახავს სეიფში, არც დააზღვია. ჩვეულებრივ დღეებშიც კი ატარებდა მას. ის მას ატარებდა საჭმლის მომზადებისას, დალაგებისას და გარეთ გასვლისასაც. თითქმის 30 წლის განმავლობაში ის ატარებდა ბეჭედს, რომელიც ეგონა რომ უბრალოდ ბიჟუტერია იყო. მაგრამ ერთ დღეს ვიღაცამ შენიშნა რომ ქვა უჩვეულო იყო. როგორც ჩანს, ეს ჩვეულებრივი მინა არ იყო, ამიტომ მან წაიღო ეს სამკაულთან შესამოწმებლად. იქ გაირკვა სიმართლე. ქვა მინა არ აღმოჩნდა. აღმოჩნდა რომ ეს ნამდვილი ბრილიანტია და არც პატარა ბრილიანტი. სოთებიზის მიხედვით ეს არის 26.27 კარატიანი ბრილიანტი. ეს ძალიან დიდია. თითქმის ვერ იფიქრებდი რომ ნამდვილია, რადგან ძალიან დიდია ჩვეულებრივი ბეჭდისთვის. ამერიკის გემოლოგიურმა ინსტიტუტმაც დაადასტურა რომ ბრილიანტი ნამდვილია. შემდეგ ბეჭედი აუქციონზე გაიტანეს 2017 წელს ის 646,750 ფუნტად გაიყიდა. ეს ნიშნავს რომ ბეჭედი, რომელიც მხოლოდ 10 ფუნტად იყო ნაყიდი, 100,000 ფუნტად შეფასდა. ყველაზე გასაოცარი კი ისაა რომ ის არ იყო სეიფში შენახული, არც მუზეუმში იყო. არც დაცვა იცავდა მას. წლების განმავლობაში ის უბრალოდ ერთი ქალის თითზე ეკეთა, ყოველ დღე ატარებდა მას და არავინ იცოდა რომ ის ხელში თითქმის უზარმაზარი განძი იყო. ზოგჯერ ყველაზე ძვირფასი რამ ძვირფასად არ გამოიყურება. ზოგჯერ ის იმდენად ჩვეულებრივად გამოიყურება, რომ არავინ შეჯერა რომ ნამდვილია. ნომერი 11. $3 უძველესი თასი. 2007 წელს ნიუ-იორკში ერთმა ოჯახმა პატარა თეთრი თასი იყიდა გარაჟის გაყიდვაზე. ფასი მხოლოდ $3 იყო. მისი გარეგნობით ჩვეულებრივი თასი ჩანდა, არანაირი ნახატი, არანაირი შესამჩნევი ფერი და მხოლოდ სახლის დეკორაციისთვის გამოდგებოდა. ამიტომ, როცა სახლში დაბრუნდნენ, უბრალოდ ბუხრის ზემოთ დადგეს. იქ რამდენიმე წელი დარჩა. არავინ იცოდა, რომ ეს უბრალოდ თასი ძალიან ძველი იყო. 2013 წელს ექსპერტს აჩვენეს. მაშინ გაიგეს სიმართლე. თასი სინამდვილეში ჩინეთის ჩრდილოეთ სუნის დინასტიიდან იყო. ეს ნიშნავს, რომ თითქმის 1000 წლის ესეთი ტიპის თასს, დინგის კერამიკა ეწოდება. ის ცნობილია თავისი უბრალო, მაგრამ ლამაზი შესრულებით. მისი კედლები თხელია, ფერი თეთრია და ის მნიშვნელოვანი ნაწილია ჩინური კერამიკის ისტორიაში. როცა ეს სოთბის აუქციონზე მიიტანეს, ეგონათ რომ მისი ფასი შეიძლება რამდენიმე $100,000 მიაღწევდა. მაგრამ როცა აუქციონზე მხოლოდ ერთი ასეთი თასი იყო, ფასი კიდევ უფრო გაიზარდა. ის $2.2 მილიონ გაიყიდა. წარმოიდგინე ეს. თასი, რომელიც გარე გაყიდვაზე მხოლოდ $3 იყიდეს, მილიონებად იქცა. მისი გარეგნობა არ შეცვლილა, ისევ თასია. მხოლოდ ის შეიცვალა, რაც ხალხმა ამ ფასის შესახებ გაიგო. სანამ მათ მისი ისტორია არ იცოდნენ, მის ფასად მხოლოდ $3 თვლიდნენ. მაგრამ როცა გაიგეს, რომ ეს 1000 წლისაა, ის საგანძურად იქცა. აქ ჩანს დიდი განსხვავება ფასსა და ნამდვილ ღირებულებას შორის. ხანდახან რაღაც იაფია, არა იმიტომ, რომ მას მნიშვნელობა არ აქვს. ის იაფია იმიტომ, რომ ხალხმა ჯერ არ იცის რა უჭირავთ ხელში. ნომერი 10 $7 რენუარის ნახატი. 2012 წელს ერთმა ქალმა ვირჯინიაში ფლიმარკეტზე პატარა ნახატი იყიდა. სინამდვილეში ნახატი არ აინტერესებდა, მას ჩარჩო უნდოდა. ნახატი უბრალოდ ერთ-ერთი იაფფასიანი ნივთი იყო, რომელიც მან იყიდა. თითქმის $7 გადაიხადა. სახლში რომ მივიდა, კედელზე დაკიდა. მისთვის ეს უბრალოდ ნახატი იყო. პატარა, მუქი და ძვირფასად არ გამოიყურებოდა. მაგრამ მისმა დედამ ნახატის უკანა მხარეს სახელი შენიშნა. იქ ეწერა რენუარი. პიერ ოგიუსტ რენუარი, ცნობილი ფრანგი მხატვარია. ის ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია. ამიტომ მათ ნახატი აუქციონის სახლში წაიღეს, რომ შეემოწმებინათ. იქ გაირკვა, რომ ეს ჩვეულებრივი ნახატი არ იყო. ეს რენუარის ნამუშევარი აღმოჩნდა
მისი სათაურია პასაჟი სენის ნაპირზე, ან ლანდშაფტი სენის ნაპირზე. დაახლოებით მისი ღირებულება შეიძლება იყოს 75,000-დან 100,000 დოლარამდე. მაგრამ სანამ ის გაიყიდებოდა, მოულოდნელად პრობლემა წარმოიშვა. ბალტიმორის ხელოვნების მუზეუმის თქმით, ეს ნახატი მათ ეკუთვნით. მათ თქვეს, რომ ეს მუზეუმში არ იყო, მაგრამ მათ წარმოადგინეს დოკუმენტები, რათა დაემტკიცებინათ, რომ ეს მათი კოლექციის ნაწილია. ამიტომ აუქციონი არ შედგა, საქმე სასამართლოში შევიდა. 2014 წელს მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ნახატი ბალტიმორის ხელოვნების მუზეუმისთვის დაებრუნებინათ. ამიტომ ქალმა, რომელმაც ეს ნახატი იაფად იყირყიდა, ნახატით არ გამდიდრდა. მან დიდი ფული ვერ მიიღო. მაგრამ მან მიიღო ერთი უჩვეულო ისტორია. ნახატი, რომელიც მუზეუმიდან 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო, ის აღმოჩნდა ფლიმარკეტზე, შემდეგ კი ჩვეულებრივ სახლში იყო ჩამოკიდებული და საბოლოოდ თავის ნამდვილ მფლობელს დაუბრუნდა. ხანდახან აღმოჩენილი საგანძური ყოველთვის შენთან არ დარჩება. რადგან თუ რამე მოპარულია, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მას მაინც ყავს ნამდვილი მფლობელი. ნომერი 9. $10 ბანდიტის ფოტო. 2011 წელს ჩრდილოეთ კაროლინას ფლიმარკეტზე ერთმა კაცმა ძველი ფოტო იყიდა. მის სახელია ფრენკ აბრამსი, მან მხოლოდ $10 გადაიხადა. ფოტო დაბეჭდილი არ იყო ჩვეულებრივ ქაღალდზე, ეს იყო ტინტაიპი, სურათის ძველი ტიპი, რომელიც თხელ მეტალზეა გადაღებული. ფოტოზე რამდენიმე მამაკაცი დასალური ტანსაცმლით არის გამოსახული. ის ნამდვილად გავს ძველ ფოტოს კობოების დროიდან, ამიტომაც იყიდა, რადგან განსაკუთრებული იყო. სახლში დაბრუნების შემდეგ ეს ფოტო იმ ოთახში დაკიდა, რომელსაც Airbnb-ზე აკირავებდა. ამ ოთახში ბევრი ადამიანი დარჩენილა, ბევრს უნახავს ეს ფოტო, მაგრამ ვერავინ შენიშნა, რომ შეიძლება მასზე ცნობილი ადამიანი ყოფილიყო გამოსახული. ერთ დღეს ეიბრამსი უყურებდა დოკუმენტურ ფილმს ბილი დე კიდზე. ბილი დე კიდი ამერიკის დასავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალია. როცა უყურებდა, შენიშნა, რომ მის ძველ ფოტოზე იყო კაცი, რომელიც ბილი დე კიდს ჰგავდა. სწორედ აქედან დაიწყო გამოძიება. ექსპერტებმა შეისწავლეს სახე, ტანსაცმელი, ფოტოს გადაღების პერიოდი და სხვა დეტალები. ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ ამ კაცთაგან ერთ-ერთი ნამდვილად ბილი დე კიდია. ზოგმა თქვა, რომ ფოტოზე შესაძლოა ფად გარეტიც იყოს, ის ლეგენდარული შერიფი, რომელმაც ბილი დე კიდი მოკლა. მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს ნათლად ითქვას. ყველა ექსპერტი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. დღემდე მიმდინარეობს დებატები, ნამდვილად ბილი დე კიდია თუ არა ფოტოზე გამოსახული. ამიტომ არ შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ეს სიმართლეა. მაგრამ თუ ეს დადასტურდება, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ბილი დე კიდის ერთი დადასტურებული ფოტო თავის დროზე $2.3 მილიონ გაიყიდა. ამიტომ ეს $10 ნაყიდი ფოტო შესაძლოა მილიონობით რირდეს. იაფასიანი ფოტო ფლიმარკეტიდან ახლა უკვე სეიფში ინახება. ის აღარ კიდია უბრალოდ ოთახში. რადგან შეიძლება ეს ფოტო უბრალოდ ძველი კოვბოის ფოტო არ იყოს. შესაძლოა ეს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ფოტო იყოს ამერიკის ისტორიის ლეგენდის. ნომერი 8. ფლიმარკეტის კოდის მანქანა. 2017 წელს რუმინეთში ერთმა კოლექციონერმა ფლიმარკეტზე უცნაური მანქანა ნახა. ის ძველ საბეჭედ მანქანას ჰგავდა. ჰქონდა კლავიატურა და მძიმე ნაწილები. და ოფისის ძველ ნივთს ჰგავდა. მან ეს $114 იყიდა. გამყიდველისთვის ეს ჩვეულებრივი ძველი მანქანა იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ეს იყო ენიგ მანქანა. ხო, ენიგ მანქანა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანია ენიგმას იყენებდა, რათა მათი შეყობინებები საიდუმლოდ დაეტოვებინა. მარტივად რო ვთქვათ, ეს იყო მანქანა, რომელიც წერილებს კოდად აქცევდა. თუ არ იცის სწორი წაკითხვის გზა, ვერ გაიგებ შეწყობინებას. ეს იყო მეორე მსოფლიო ომის ისტორიის დიდი ნაწილი. ენიგმას კოდის გატეხვამ დაეხმარა მოკავშირეებს გაეგოთ გერმანიის ზოგიერთი საიდუმლო შეტყობინებება. ამ ამბავში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელი არის ალან ტიურინგი და ბლეჩლის პარკის გუნდი ინგლისში. რუმინეთში შეძენილი მანქანა აუქციონზე $51,000-ზე მეტად გაიყიდა. ეს ფასი არ მიაღწია სხვა უფრო იშვიათი ენიგმას მანქანების ფასს, მაგრამ მაინც დიდი მოგებაა. $114-დან ის გახდა $51,000-ზე მეტი. სასაცილოა ის, რომ ერთი შეხედვით ეს უბრალოდ ძველი და გაფუჭებული საბეჭდი მანქანას გავს. მაგრამ ვისაც ესმის, იცის, რომ ხელში ისტორია უჭირავს. ზოგჯერ რაღაცას მნიშვნელობისთვის ბრწყინვა არ სჭირდება. ზოგჯერ ის ძველია. თითქოს არაფრად ვარგა. მაგრამ როცა მის ნამდვილ დანიშნულებას და ისტორიას გაიგებ, მაშინ მიხვდები მის ფასს. ნომერი 7. 75 ცენტის დანაწერი. 2002 წელს ერთმა ჩანაწერების კოლექციონერმა ნიუ-იორკში ეზოს კაპიდვაზე ძველი ვინილის ფირფიტა დაიპოვა. მას არც ლამაზი კდა ჰქონდა და არც მკაფიო ეტიკეტი. ის უბრალოდ ჩვეულებრივ ძველ ფირფიტას ჰგავდა. მან ეს 75 ცენტად იყიდა. $1-ზე ნაკლებად. მაგრამ ეს ჩვეულებრივი ჩანაწერი არ აღმოჩნდა.
როცა ის შემოწმეს აღმოჩნდა, რომ ეს იყო The Velvet Underground-ის იშვიათი აცეტატური ფირფიტა. The Velvet Underground ნიუ-იორკის ცნობილი როკ-ბენდი იყო. აქ იყვნენ Lou Reed და John Cale. მათ დიდი გავლენა მოახდინეს პანკზე, ალტერნატიულ როკსა და ინდი მუსიკაზე. ნაპოლ ჩანაწერში მათი სიმღერების ადრეული ვერსიებია, სანამ ოფიციალური სადებიუტო ალბომი გამოვიდოდა. Pitchfork-ის მიხედვით ეს ჩანაწერი 75 ცენტად შეიძინეს და მოგვიანებით eBay-ზე $155,401 გავიდეს. თუმცა პირველი მყიდველი საბოლოოდ არ გამოჩნდა. შემდეგ ის ხელახლა დაიყიდა უფრო დაბალ ფასად $25,200. თუნდაც ყველაზე მაღალი ფასი არ განხორციელებულიყო, ეს მაინც დიდი თანხა იმასთან შედარებით, რაც მან გადაიხადა. 70-75 ცენტიდან მისი ღირებულება $1,000 გახდა. სასაცილო ის არის, რომ გამყიდველმა შეიძლება არც იცოდა რა ქონდა ხელში. მისთვის ეს უბრალოდ ძველი ფირფიტა იყო, მაგრამ მუსიკის ისტორიაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგჯერ ძველი ჩანაწერი კლდის გარეშე ნაგავი არ არის. შეიძლება ეს იყოს ცნობილი ბენდის დაკარგული ხმა, სანამ ისინი მსოფლიომ გაიცნობდა. ნომერი 6. ძველი მაგიდა, რომელიც ქონებად იქცა. 1960-იან წლებში ნიუ-ჯერსიში ერთმა სკოლის მასწავლებელმა პატარა დასაკეცი მაგიდა იყიდა გარაჟის გაყიდვაზე. ფასი მხოლოდ $25 იყო. მისი გარეგნობა არც ისე კარგი იყო. მას ლაქები ჰქონდა, ძველი იყო და ჩანდა თითქოს სველ სარდაფში ედგა. მაგრამ მას სახლში მაგიდა სჭირდებოდა, ამიტომ იყიდა. მრავალი წლის განმავლობაში ის მას ჩვეულებრივ მაგიდად იყენებდა. შეიძლებოდა საჭმელად, ნივთების დასადებად, ყოველდღიურ სახლში გამოსაყენებლად. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს მაგიდა განსაკუთრებული იყო. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მან ეს მაგიდა Antiques Roadshow-ზე მიიტანა. აქ ექსპერტები ამოწმებენ ჩვეულებრივი ადამიანების ძველ ნივთებს. როდესაც ექსპერტმა მადიდა ნახა, მაშინ გამოიკვეთა მისი ნამდვილი ღირებულება. ეს უბრალოდ დასაკეცი მაგიდა არ ყოფილა, ეს აღმოჩნდა ჯონ და თომას სეიმურების ნამუშევარი, რომლებიც იმ დროს ბოსტონში ცნობილი ავეჯის დამამზადებლები იყვნენ. PBS Antiques Roadshow-ის მიხედვით ეს მაგიდა არის ფედერალური ინლაი მაჰოგანის მილიონი კარტის მაგიდა, რომელიც დამზადებულია 1700-იანი წლების ბოლოს. უფრო მარტივად რო ვთქვათ, ეს იყო ძვირად ღირებული მაგიდა ამერიკაში ძველ დროში. იგი დამზადებულია გამოცდილი ხელოსნების მიერ მდიდარი ოჯახებისთვის. ექსპერტის შეფასებით მისი ღირებულება $200-დან $300,000-მდეა, მაგრამ როცა საჭირო გახდა მისი გაყიდვა, კიდევ უფრო მაღალი ფასი მიიღო. ის გაიყიდა $500,000-ზე მეტად. წარმოიდგინე, ერთი ძველი მაგიდა, რომელიც უბრალოდ სახლისთვის იყიდეს, $500,000 ღირებულების გახდა. მაგიდა არ შეცვლილა, მხოლოდ ადამიანების აღქმა მის შესახებ შეიცვალა. თანდახან ძველ ნივთს, რომელსაც უბრალოდ რაღაცას ვადებ ზემოდან, შეიძლება ისეთი ისტორია ჰქონდეს, რომელიც ჩვენ არ ვიცით. ნომერი 5. $5-იანი Warhol-ის ესკიზი. 2000-იანი წლების დასაწყისში ერთმა ხელოვნების კოლექციონერმა ლას-ვეგასში გარაჟის გაყიდვაზე რამდენიმე ძველი ნახატი იყიდა. მან მთელი შეკვრისთვის მხოლოდ $5 გადაიხადა. თავიდან მას ეგონა, რომ უბრალოდ ჩვეულებრივი ძველი სურათები ჰქონდა. მაგრამ როცა ერთ-ერთს დააკვირდა, ნახა ესკიზი, რომელიც ჩარჩოს უკანა მხარეს იყო დამალული. ნახატზე გამოსახული იყო მომღერალი რუდი ვალი და ზოგიერთი ანგარიშის მიხედვით ზოგი ამბობდა, რომ ეს შეიძლება ენდი უორჰოლის ბავშვობის ნამუშევარი ყოფილიყო. ენდი უორჰოლი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტია, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი დაზუსტეს. ყველა ექსპერტი არ დაეთანხმა, რომ ეს ნამდვილი უორჰოლის ნამუშევარია. ზოგი ამბობდა, რომ შეიძლება ნამდვილი იყოს, ზოგი კი არ ეთანხმებოდა. ამიტომ უფრო უსაფრთხოა, რომ ამას ეძახიან სავარაუდო უორჰოლის ესკიზს. მაგრამ ყველა არ არის დარწმუნებული. თუმცა იმის გამო, რომ არსებობს შესაძლებლობა ეს უორჰოლის ნამუშევარია, მისი ღირებულება მილიონობით $-ად შეაფასეს. წარმოიდგინე ეს. ნახატი, რომელიც უბრალოდ ჩარჩოს უკან იყო დამალული $5-თან ერთად. ეს შეიძლება ძალიან თვირფასი აღმოჩნდეს. ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ის არ არის, რასაც პირდაპირ ხედავ. ზოგჯერ ის იმ ნივთის უკან იმალება, რომელსაც ფიქრობ, რომ არანაირი ღირებულება არ აქვს. ნომერი 4. ტროიანი სტრადივარიუსის ვიოლინო. არის ძველი ვიოლინოები, რომლებიც ერთი შეხედვით თვეულებრივ მისტოლებრივ ინსტრუმენტად გეჩვენება, ის შეიძლება იყოს სხვენში, კარადაში ან დამალული ძველ კეისში. მაგრამ ზოგჯერ ასეთი ვიოლინო შეიძლება ძალიან ძვირფასი აღმოჩნდეს, თუ ის ნამდვილი სტრადივარიუსია. ანტონიო სტრადივარი იყო ცნობილი ვიოლინოს დამამზადებელი იტალიიდან. სმითსონის ინსტიტუტის მიხედვით მან დაამზადა 1100-ზე მეტი ინსტრუმენტი და დღეს მათგან მხოლოდ დაახლოებით 650-ია ცნობილი. ამიტომ თუ სტრადივარიუსი ნამდვილია, ის ძალიან იშვიათია. მაგრამ არსებობს დიდი გაფრთხილება.
ყველა ვიოლინო, რომელსაც Stradivarius-ის ეტიკეტი აქვს, ნამდვილი არ არის. ბევრი ასლი გაკეთდა მრავალი წლის განმავლობაში, ამიტომ საჭიროა მისი შემოწმება ნამდვილი ექსპერტის მიერ. ისინი ამოწმებენ ხეს, ფორმას, ლაკს და დამზადების მეთოდს. თუ დადასტურდა, რომ ნამდვილია, მისი ღირებულება მილიონობით $, შეიძლება მიაღწიოს. ამიტომაც არის, რომ ზოგჯერ ოჯახები გაკვირვებულნი არიან, როცა აღმოაჩენენ, რომ ძველ ვიოლინოს, რომელსაც თითქმის გადაყრას აპირებდნენ, დიდი ისტორია აქვს. ხანდახან ძველი ინსტრუმენტი, რომელიც ჩუმად ინახებოდა სხვენში, უფრო ძვირად ღირებულია, ვიდრე თვითონ სახლი, სადაც ის ინახებოდა. ნომერი 3. საბანი, რომელიც სახლზე მეტ იღებს. ერთმა კაცმა ძველი საბანი მიიტანა გადაცემაში Unpix Roadshow. მისთვის ეს უბრალოდ ძველი საბანი იყო. ადრე ის უბრალოდ სკამზე ედო სახლში, მაგრამ როცა ექსპერტმა ეს ნახა, ჯერ დასვა. იქიდან მიხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდება. ეს საბანი აღმოჩნდა ნავახოს First Face Chips საბანი. ეს გაკეთებულია 1800-იანი წლების შუა პერიოდში. ეს ჩვეულებრივი საბანი არ არის, ადრე მას იყენებდნენ მაღალი სტატუსის სიმბოლოდ. ეს ნიშნავს, რომ ვინც ამას ატარებდა, განსაკუთრებული ადამიანი იყო. PBS Unpix Roadshow-ის მიხედვით, ასეთი ტიპის საბანი ძალიან იშვიათია. ამიტომ, როდესაც ექსპერტმა ღირებულება დაასახელა, მფლობელი თითქმის ვერ ლაპარაკობდა. სახლში ჩვეულებრივად მიჩნეული საბანი შეფასდა $100,000 და შესაძლებელია მისი ფასი $1,000,000-საც კი გადააჭარბოს. ეს არის მიზეზი, თუ რატო გახდა ეს სცენა ვირუსული. არა მხოლოდ იმიტომ, რომ საბანი ძვირია, არამედ იმიტომაც, რომ მამაკაცის გაოცება სრულიად ნამდვილი იყო. ერთ მომენტში მან გაიგო, რომ საბანი, რომელიც დიდი ხანია მათ სახლშია, ბევრ სახლზე უფრო ძვირი ღირს. ზოგჯერ რაღაც უბრალოდ სკამის გადასაფარებლად გვიჩვენება, მაგრამ ექსპერტის ფალში ეს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა. ნომერი 2. $5 საიდუმლო ნახატი 1992 წელს პენსიაზე გასულმა სატვირთო მანქანის მძღოლმა თერი ჰორტონმა კალიფორნიის მეორადი ნივთების მაღაზიაში დიდი ზომის ნახატი იყიდა. ფასი მხოლოდ $5 იყო. მან ეს არ იყიდა იმიტომ, რომ ხელოვნება უყვარდა, მან ეს მეგობრისთვის ხუმრობით იყიდა. ნახატი უბრალოდ არეულად მოფანტულ საღებავს ჰგავდა, მაგრამ მის მეგობარს ეს არ მოეწონა. ამიტომ ტერი ჰორტონმა გადაწყვიტა ისევ გაეყიდა. ნახატი ერთმა ხელოვნების მასწავლებელმა ნახა და თქვა, რომ ეს შესაძლოა ჯექსონ პოლოკის ნამუშევარი ყოფილიყო. ჯექსონ პოლოკი ცნობილი ამერიკელი მხატვარია, რომელიც ცნობილია თავისი drip painting-ის სტილით, ანუ იმ სტილით, როცა ტილოზე საღებავს ასხამენ ან აკრიან. სწორედ აქედან დაიწყო დიდი აურზაური. იყო ერთი სასამართლო ექსპერტი, რომელმაც თქვა, რომ ნახატზე აღმოჩენილი ანაბეჭდი შესაძლოა ჯექსონ პოლოკს ეკუთვნოდეს. მაგრამ ბევრი ხელოვნების ექსპერტი არ დაეთანხმა იმას, რომ ეს ნამდვილი ჯექსონ პოლოკის ნამუშევარია. მათი თქმით, ნახატს აკლია მკაფიო ისტორია იმის შესახებ, თუ საიდან მოდის იგი. ამიტომაც დღემდე ეს ნამუშევარი სრულად არ არის აუთენტიფიცირებული. უკვე გაკეთდა რამდენიმე $1,000,000-იანი შეთავაზება, მაგრამ ტერი ჰორტონმა ეს შეთავაზება არ მიიღო, რადგან სჯეროდა, რომ მისი ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდებოდა, თუ დამტკიცდებოდა, რომ ნამდვილია. მისი ამბავი დოკუმენტურ ფილმადაც კი გადაიღეს. მაგრამ ბოლოს ეს ნახატი საიდუმლოდ დარჩა. ზოგისთვის ეს უბრალოდ $5 ნაყიდი ნახატია მეორადი ნივთების მაღაზიიდან. სხვებისთვის კი შესაძლოა ეს დაკარგული პოლოკის ნამუშევარია. სანამ საბოლოო მტკიცებულება არ არსებობს, ეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საიდუმლოდ რჩება ხელოვნების სამყაროში. ნომერი 1. ვაზა თაროზე. 2010 წელს ლონდონში ერთი ოჯახი ასუფთავებდა გარდაცვლილი ნათესავის სახლს. როდესაც ისინი ალაგებდნენ ძველ ნივთებს, ნახეს დიდი ჩინური ვაზა. ამბობდნენ, რომ ეს ვაზა დიდი ხანია სახლში იდგა. უბრალოდ დეკორაციად ედგა თაროზე. არ იცოდნენ, საიდან იყო მოტანილი. არც ის იცოდნენ, რამდენად ძველი იყო ეს ვაზა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ გადაეგდოთ ან გაეცათ, წაიღეს აუქციონზე. იქ გაიგეს მისი ნამდვილი ღირებულება. როიტერსის ინფორმაციით, ეს ვაზა ჩინეთის ციანლუნის იმპერატორის ეპოქას ეკუთვნის 1700-იან წლებში. ეს ნიშნავს, რომ იგი დამზადებულია იმპერატორის ქარისთვის ან იმპერატორის მაღალი წრის ოჯახისთვის. თავდაპირველად მისი ღირებულება რამდენიმე ასეული 1000 ფუნტიდან 1,000,000 ფუნტზე მეტად შეაფასეს. მაგრამ აუქციონის დაწყებისას ყველა გაოცებული დარჩა. ბევრი მყიდველი ეჯიბრებოდა ერთმანეთს ფასში. ფასი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. საბოლოოდ ფასი 43,000,000 ფუნტამდე. ანუ იმ დროისთვის დაახლოებით $69,000,000-მდე ავიდა. ვაზა, რომელიც ოჯახს ჩვეულებრივ დეკორაციად მიაჩნდა. იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ გაყიდულ ჩინურ ანტიკვარიატად იქცა. ეს არის ყველაზე ძლიერი გაკვეთილი მთელ სიაში. ყველაფერი ძვირფასი არ გამოიყურება ძვირფასად. ზოგჯერ უბრალოდ ძველ ფირფიტას ჰგავს, ძველ საბანს ჰგავს, სხვენში დადებულ ვიოლინოს ჰგავს, ან ხუმრობისთვის დახატულ სურათს ჰგავს, ან თაროზე დადებულ ჩვეულებრივ ვაზას ჰგავს. მაგრამ როცა მის ნამდვილ ისტორიას გაიგებ, მაშინ დაინახავ მის ნამდვილ ფასს. ამიტომ ზოგჯერ სანამ ძველ ნივთს გადააგდებ, ჯობია კარგად დააგვირდე. რადგან შეიძლება ის ნივთი, რომელსაც უღირსად თვლი, სინამდვილეში მთელ სახლში ყველაზე ძვირფასი ნივთი იყოს.